გამარჯობა. მოკლედ, დღეს მე გადავწყვიტე ამესრულებინა ჩემი ბავშვობის ყველაზე დიდი ოცნება და გადამიღო ვლოგი. ოღონდ ცოტა ძალიან მიყვება, მაგრამ არა უშავს. ხოდა დღეს მე ვიღებ What's in my bag? ინგლისურის აქცენტს არ ვიმუშავებ. ზოგადად ძალიან ბევრი ჩანთა მაქვს, სხვადასხვა ზომის, ფერის, სტილის, ტონა ჩანთა მაქვს. მაგრამ ალბათ ყველაზე ხშირად ვიყენებ აი ამას. ეს მეჩუქა ჩემო დაქალმა და ესე ჩემო დაქალმა მეჩუქა. ოღონდ თავზე ქონდა წესი ჩამოსაკიდი, რომელიც მოწყდა და ამიტომაც თავდაყი რა არის ახლა. ჩემ დაქალები მიღადავები რომ ჩანთაში ძალიან ბევრი რაღაც მიდევს და მართლების არიან, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი რაღაც მიდევს, მაგრამ ძალიან რანდომული რაღაცები მიდევს და არ ვიცი რატო. უბრალოდ მიდევს. პირველ რიგში ჩემ ჩანთაში მიდევს და ეს აუცილებელია, სულ ყოველთვის მიდევს, არის დამტენი, იმიტომ რომ მაშინ სახლიდან გავიდეთ დამტენის გარეშე, ვიღაც სახლიდან დამტენის გარეშე. მოკლედ დამტენი არის ჩემს აუცილებელი. იმის მიუხედავად რომ ახალი ტელეფონი მიყიდე რამოდენიმე დღის წინ, მაინც ჩვევაში მაქვს, რომ სულ ყოველთვის ჩანთაში უნდა მქონდეს დამტენი, იმიტომ რომ ვაიდე ტელეფონი დამჭდეს. რაც ანუ ეს ერთი კვირა არ ხდება. მაგრამ არა უშავს მაინც. მეორე რას მაქვს, ეს არის სათვალის ჩასადები. ნუ რა თქმა უნდა, ჩემს სათვალის მათ არ ვდები, იმიტომ რომ ბრმა ვარ. მოკლედ სათვალის გარეშე მე ვერ ხედავ, ამიტომაც აქ მიდევს სათვალის გადაწყვეტი, რომელიც არის საინტერესო და აი ეს ძალიან საინტერესოა და ეხლა განახევთ რატომაც ერთად. ხო მაგარი საინტერესოა. მე ძალიან მევასება და ძალიან მევასება აი ასე როგორ გასაგებია. იმიტომ რომ თქვენ არ შეგიძლიათ და მე შემიძლია. ანუ კიდე ერთი რამ რაც სასვალესთან არის დაკავშირებული და რაც ჩანთაში მიდევს არის ეს. ეს მეჩუქა ბიცოლა ჩემო და ჩემი აზრით ეს არის ყველაზე მაგარი რამ რაც ოდესმე კაცობრიობამ გამოიგონა. ეს არის სათვალის საწმენდი და ეს სათვალის საწმენდის სტილოებია. მაგრამ სათვალე მაინც ყოველთვის დასრული მაქვს, იმიტომ რომ ძალიან ცუდი მინები აქვს რა და ყოველ 5 წუთს არის გასაწმენდი და ძალიან არ მოწონს ამ სათვალის მინები. ვერასდროს ვერ ხედავ. სულ ყოველთვის დასრულია. ეს გასაგებია. მოსაც აქ ძალიან ბევრი ბრელოკები და რაღაც. ანასტასია, ჩემი სახელი. უი, გამოვიწყო მე თქვა, გამარჯობა, მე მქვია ანასტასია. უი, გამოვიწყო. კიდე ერთი ძალიან საინტერესო ბრელოკი, ეს არის ეს თევზი, რომელიც მეჩუქა ჩემო კლასმა და ძალიან მოწონს ბრელოკი, ძალიან საყოველთაოა. ეს მეჩუქა მომაჩემა. აი გიტარა. ეს აქ უნდა ყოფილიყო, მაგრამ უთრო. კიდე ერთი რამ ერთი არა ბევრი რამ მინდოს კიდე აქ. ბევრია ჩემი სახლის გასაღები. ეს სახლის გასაღები სულ მაქვს ჩანთაში, იმიტომ რომ ჩანთაში არა მაშინ მანდ ვარ. ძალიან მიყვარს ეს სახლი. კიდე მინდოს კალამი. არ ვიცი რატო. იქნებ დამჭირდეს. ისე ძალიან კაი კალამია, მაგრამ შემთხვევით 5 ლარი გადავიხადე ამაში და არ ვიცი როგორც, მაგრამ წესით კიდე ლარი და 50, მაგრამ 5 ლარიო და კიდე მინდოს როზარენი, იმიტომ რომ ტუჩები ყოველთვის მაქვს დახეთქილი, მაგრამ ანუ დიდად რო გითხრათ მშველის თქო არა. კიდე რა ჩანთაში მიდევს არის ხელის კრემი, რომელსაც ასევე ძალიან იშვიათად ხმარობ. მაგრამ რაც მახსენდება ხმარობ. კიდე თეთრი, არა 15 თეთრი მიდევს. ჩემი დაქალის მეჩუქარი პატარა კლიპი და ანუ ძალიან საყოველობა, აი სულ ყოველთვის, აი ძალიან რანდომულ ადგილებში მჭირდება კლიპი და მაგას ამოვაცრობ და ხო. კიდე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მინდებს ჩემ შემთხვევაში, ეს არის ნაუშნიკები, რომელიც ცოტა გავაფუჭე, მაგრამ არ უშავს. მოკლედ ფეიკია, ვიყიდე OnePlus-ში 10 ლარად, ძალიან კაი სუნი აქვს. პირველად როცა ვიყიდე, გამიჩერდა 2 დღე, პირველად როცა დავისხი. რომელსაც ძალიან კაი სუნი აქვს. ისე ტანის მისტები მე ძალიან მიყვარს რა, აქაც მინდებს. ანუ ეს არის კიდე ერთი ჩემი საყვარელი ტანის მისტი, რომელიც ჩანთაში არ მიდევს, იმიტომ რომ დიდია, მაგრამ ანუ ძალიან კაი სუნი აქვს რა. ხო, ანუ ქვები მიდევს ჩანთაში. და ბოლოს რაც მინდა რომ გავახოთ, ეს არის ჩემი პატარა კოსმეტიკა, რომელიც გამოვიწერე თემუდან და მეგონა რომ უფრო დიდი ჩამოვიდოდა, მაგრამ ჩამოვიდა ამხელა. არა უშავს. ეხლა განახებ რა არის. ჩემი ტუში. Senses Plumping Extreme Glossy. კიკოს ლაინერ. არ მიყვარს ლაინერშოს ავეძახი. ტუშის ფანქარი. და ჩემს მეჩუქარი Dior-ის Glossy. Nivea's ტუჩის ბალზამი, რომელსაც არ ხმარობ და სიმართლე რომ გითხრათ, ტუჩებს უფრო მიხეთქავს, მაგრამ არა უშავს კაი ფერისაა. ეს არის Dior-ის ძალიან მაგარი ტუშსაცრი. ვერ ვყიდულობ ასეთ, ანუ აი ვერ სადვარ ნახე, დედა ჩემს
ათხოვში ჩამოვარდა თმა. დედა ჩემისა და მაგამ მოცვა ძალიან კაი ფერი აქვს. კიდე ერთი ვაზელინი. დამყურს მოვაზელინი როგორც ხედავთ. კიკოს თვალის ფანქარი. რომელსაც აფხულობით არ ხმარობ, იმიტომ რომ ცხელა. ძალიან მაგარი გამართლებაა ვიცი, მაგრამ არ ხმარობ და რა ვქნა. ბლოსი. ამას ყოველდღე ხმარობდი, მაგრამ ცოტა არ იყოს მომეწონა აქ იაფინგი, მაგრამ ახლა არ ვიცი როგორ დავასრულო ვიდეო. მადლობა ყურებისთვის. იმედია მოგეწონათ და ხვამდის.